რადიო თავისუფლების თხოვნით დღიურებს წერდა ქუთაისში მოღვაწე ჟურნალისტი და მსახიობი დავით ლიკლიკაძე. მოусმინეთ მის მიერ კვირის განმავლობაში ნანახს, მოსმენილსა და განცდილს. 1 ივნისი, კვირა. გამთენიისას ვერონიკა დაგვესხა თავს. ვერ გავაგებინეთ ამ ხალხს, რომ ჩვენ ქართველებს საუზმე შვიცარაცი არ გვეწყება და საერთოდ შვიცარაცი არაფერი არ გვეწყება. გვძინავს, ისე როგორც ნორმალურ ქართველს უნდა ეძინოს ლოგინში. ვერონიკა ზალცბურგის თეატრის მსახიობია. ავსტრიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩვენი გიდია. ჩვენ კი ამ ქვეყნის სტუმრები ვართ მერვე დღეა. ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა სპექტაკლი ჩემი მონაწილეობით 2 დღის წინ გამართა. როგორც ირკვევა, არც თუ ისე ცუდად. სუსტად 12-ჯერ შევქმნით ეგრეთ წოდებული სატაშე მდგომარეობა. გვიკვლავდნენ კიდეც დააშს. რაც სხვათა შორის არ მოხდა ჰოლანდიელების, იტალიელებისა და გერმანელების სპექტაკლებზე. სწორედ ამიტომ 2 დღეა გამარჯვებულის იმიჯით დავაბიჯებთ მოცარტის ქალაქში. ახლა კი ვერონიკა მოსვენებას არ გვაძლევს. ფრუშტუგზე გვეპატიჟება, რათა დროულად გავემგზავროთ ავსტრიის ალპებში. ქალაქ აფთენაუს 7 საუკუნოვან სახლში მივდივართ, სადაც ეთნოგრაფიის გარდა პორნოგრაფიაც გველოდება. აზრებს ვაბლებ, მგონი მსმენელსაც, ამიტომ უფრო პოპულარული ენით ავხსნი. ავსტრიულ ძველ ისტორიულ სახლში ლატვიელებმა უნდა ითამაშოს, სადაც ისეთი ეროტიკა დაატრიალეს, კარგახანი ვერ მოვედით აზრზე. ფესტივალი თანდათან დასასრულს უახლოვდება. ხვალ ვენაში მივმგზავრებით. ავსტრიის ალპებიდან უამრავი მოგონება და ფოტო მომაქვს. უყურებ ამ მთებს, კლდეებს, ივნისის თოვლს და მწვანე ველებს. თან ვფიქრობ, რა ფილერის თავის ტრიქონებით, არ გავშლი სალსაკლდეებსა. უიმე ღმერთო მომკალი, სხვებსაც ქონია ცალი კლდეები. ისე ვიმეორებ, რა თქმა უნდა, გულში, არ გავშლი სალსაკლდეებსა და მახსენდება ფრთიანი ფრაზა, ვინ გიცვლის, ვინ. საღამოს ისევ ზალცბურგში ვრუნდები. მე და ჩემი პარტნიორი სცენაზე მსახიობი სოფო ჩირაძე პატარა შპაციღეს ვაწყობთ, ანუ ვსეირნობთ ამ ათენაზე. ერთი პატარა კაფეა ჩვენს ქუჩაზე, სადაც საოცარ ყავას ხარშავენ და ვენურ ტორტს აწყობენ. ჩემი დიეტა ერთი კვირაა ანულირებულია, თუმცა იმედიანად ვარ, საკუთარ სინდისთან მორიგ გარიგებას ვდებ. საქართველოში ჩავალ, ზედმეტ 10 კილოს და ამდენივე წელს მოვიკლებ. დაწოლის წინ გერმანულენოვან არხებს ჩამოუვლის, სადაც თითქმის ყველგან აღვირახსნილი სექსი მიდის. იძულებული ვარ ისევ რუსულ არხებს უყურო და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესია ვისმინო. 2 ივნისი, ორშაბათი. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ვენა უნდა ვნახო, კიდევ ერთხელ. ერთი კვირის წინ 2 დღით გავხდით ვენაში და სრული კულტურული შოკი განვიცადე. ევროპის ბევრ ქალაქში ყოფილ ვარ, გასულ წელს ათენი და რომი დავათვალიერე, მაგრამ ვენა მაინც სულ სხვა. მისი არქიტექტურა აშკარად ჟღერადია, მუსიკალური. აი მიდიხარ შტეფანპლაცზე და მოცარტის მუსიკა გესმის. სამწუხაროდ ჩემი მუსიკალური განსწავლულობა არ მაძლევს იმის საშუალებას, ზუსტად შევადარო მოცარტის რომელ ნაწარმოებს გავს ვენა. მაგრამ უდაოდ ეკუთვნის მსოფლიო მუსიკალური დედაქალაქის სტატუსი. ვენაში ზალცბურგიდან მატარებლით ჩავედით. ვესტბანჰოფზე ავსტრიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები დაგვდნენ. ნესტანი, თიკო და ქეთი. ღმერთო, როგორ შევაწუხეთ ეს ბავშვები. თან გადავყვენ ეს დღეები, მთელ ჩემს თეატრს, მარტო მე არა. ჩემი ძველი მეგობრებიც მოვიდნენ აეროპორტში გასაცილებლად. ძირითადად ნანუკა შოუზე იყო საუბარი. ზოგი მაქებდა, ქუთაისი დაიცავიო. რა ჭირდა ქუთაისში ჩემი დასაცავი არ ვიცი. ჩვენი სიცილით შევაწუხეთ აეროპორტში მყოფი მულტიეროვნების მგზავრები. ერთმა აფროამერიკელმა გვითხრა, თქვენ იტალიელები ხართ? დიახ, თქო, უპასუხე, ვიცრუე, რადგან იმ წუთში ჩემი ქვეყნის იმიჯზე უნდა მეფიქრა. სამაგიეროდ იმ აფროამერიკელს სარეგისტრაციო მაგიდასთან ბარგის მიტანაში მივეხმარე და ამით ჩემს მეგობრებს და დანარჩენ მსოფლიოსაც ტოლერანტობის ნიმუში ვუჩვენე. ხუმრობ, რა თქმა უნდა. თურქეთში ჩავფრინდით და იქ გამახსენდა, რომ ჩემი დიშვილებისთვის არაფერი მიყიდია. უფრო შევშინდი, ვიდრე შევწუხდი, რადგან ლილეს და ბარბარეს თუ გადაურჩი, მათ ბებიას, ანუ დედაჩემს ვერ გადაურჩები ზუსტად ვიცი. გოგჩენის აეროპორტშივე ვყიდულობ კარგად დასურათებულ ზღაპრების წიგნებს. ინგლისურენოვან ზღაპრებს უკვე მეასედ ვათვალიერებ. რა საქმე მაქვს სხვა? ვათვალიერებ და დავასკვენი, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ქართული ზღაპრები. ძველი ზღაპრები გათვლილი იყო ძველ დროზე. ახლა სხვა რამე უნდა მოვატყუოთ ბავშვებს. ის რომ დევს შეუძლია 5 ტონიანი ქვა აიღოს და გადააგდოს, იგივეს დღეს ტექნიკა აკეთებს და ვერ გავაოცებთ ბავშვებს. ვერ მოვატყუებთ სარკით და სავარცხელით. აი გადააგდეს ლილებ და ბარბარემ სავარცხელი და არ გაჩნდა ტყე. პრინციპში ჩვენ გვაქვს ახალი ქართული ზღაპრები წინასაარჩევნოდ. ახლა ხომ არჩევნებია, სულ არ მახსოვდა. მაგრამ ნინო ბურჯენაძის და შალვა ნათელაშვილის საარჩევნო პროგრამით ვერ დავაძინებთ ბავშვებს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი ქართული ზღაპრები. 3 ივნისი, სამშაბათი. დილის 5 საათია. ჩვენს ბარგზა თეატრალურ რეკვიზიტ წინასწარ გამოცხადებული გასასვლელისაკენ მივაჩოჩებთ. მგზავრებს გადავხედე, ვერავინ ვერ ვიცანი. ჩემი კოლეგების გასაგონად ხმამაღლავ ხუმრობ. ცნობადი სახეებიდან მგონი მარტო მე მიფრინავ საქართველოში. სხვა ქართველებსაც ეცინებათ. ეს ხუმრობა მას შემდეგ წამოვიწყე, რაც თეატრში გადაწყვიტეს, რომ ნანუკას შოუში ჩემი სტუმრობის შემდეგ თავში ამივარდა. არადა ის კი არ იციან, რომ შემდეგ 4 შაბათსაც ნანუკა ჟორჟოლიანის სტუმარი ვარ. ახლა ამას იმასაც თუ დაუმატებთ, რომ მაესტროს დღის შოუში ვიყავი სტუმარი და ამ კვირაში თავისუფლების დღიურებს წერ, ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე, მართლა ხომ არ ამივარდეს თავში.
20 წლის წინანდელი დათო ლიკლიკაძე გამახსენდა. 17 წლის ვიყავი, როცა იბერვიზიაში ჩემი პირველი სიუჟეტი გავიდა. მაშინ გადასასვლელზე ფრთხილად გადავდიოდი, არ დავყუბო ქართული ჟურნალისტიკა თქო. მე რა თქმა უნდა მან გამიარა და ჩვეულებრივი ჟურნალისტი გავხდი. ერთ ცნობაცახეს მაინც წავასწრე თბილისის რეისზე. კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი. მე და ქალბატონ მარინეს გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა. გამთენიისას თბილისში ვარ. ეგრევე ქუთაისში მივდივარ. 4 ივნისი, 4 შაბათი. სამსახურში დილით გამოვცხადდი. არც ერთი თანამშრომელი არ მელაპარაკება. მას შემდეგ როცა გაიგო რომ მათთვის არაფერი ჩამომიტანია. მაგრამ მალე შემირიგდნენ. სინამდვილეში მათ ჩემი დანდურება დიდხანს არ შეუძლიათ. ვუყვარვარ მათ. ვიცი. ამას ყოველთვის ვგრძნობ. ალბათ მეც ამიტომ არ ვუთხილდები მათ. ღმერთო რა კეთილები არიან. გაბრაზებაც კი არ შეუძლიათ. დიდი ჩემს კომპიუტერთან მივიდნენ, როცა მოსაწევად გავდივარ და ჩემი Facebook-ით რაიმე დაპოსტონ. დღეს მაგალითად ჩემი Facebook-ით დაპოსტეს, რომ ცეცხლოვანი ღამე მქონდა. ეგრევე შევარდი და მივაწერე. არა მეგობრებო, ეს ჩემმა კოლეგებმა იხუმრეს. ცეცხლოვანი ღამე არ მქონია. სინამდვილეში ღამე საერთოდ არ მქონია, პროექტის წერაში გადავათენე. ძალიან ვიხალისე დათო პაიჭაძის კომენტარზე. ჩემს მეგობარს 90-იან წლებში წიგნით ხელში და მოკიდებული სიგარეტით მარტოს ჩაეძინაო. ხო და მის ცხოვრებაში ყველაზე ცეცხლოვანი ღამე ჰქონდაო. ასე რომ მირჩია დროულად შევირთო ცოლი. მთელი დღე ვაქვეყნებ ფოტოებს. ვენის საოპერო თეატრი, ავსტრიის პარლამენტი, შტეფან დომი, შადრევნები, ქანდაკებები, მართლაც რა ლამაზი ქანდაკებებია. გული მწყდება, არც ერთი კარგი ქანდაკება არ დგას ჩვენთან. საბჭოთა საქართველოს ქანდაკება მკაცრად რეალისტურია. არ კეთდებოდა შიშველი ნატურა. ამ მხრივ არანაირი კომპრომისი. ცენზურა მკაცრად იდგა საბჭოთა მოქალაქის მორალის სადარაჯოზე. ჰიტლერის ქანდაკება შიშველი და ათლეტურია. თუმცა ეს სხეულები ეროტიკულობას მოკლებულია. ფორმა სრულიად ცივია და ხშირად უშინაარსო, მაგრამ მაინც მოგწონს, გიზიდავს. ფოტოს გადაღებისკენ გიბიძგებს. 5 ივნისი, 5 შაბათი. ზეკოსთან ვარ დილიდან. ზეკო გუბერნატორის პიარია. ამავდროულად ქუთაისის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელია. მერვე წელია ეროვნულ გამოცდებზე მისი თანაშემწევარ. წესით უნდა ვეხმარებოდე. ძირითადად ხელს ვუშლი. ბოლო დროს ნერვებსაც. ახლა სწორედ ეს პროცესია. გაიგო რომ ერთ კვირაში აფრიკაში, მაროკოში მივდივარ. მართალია გამოცდების დაწყების დღეს ჩამოვალ, მაგრამ მაინც მეჭყუბება. რომ ჭირდები, მაშინ უნდა შემატოვო ყველა საქმეო. ხმას ვერ ვიღებ. მართალიც რომ იყოს ზეკოს არ უნდა შეეპასუხო. ძალიან დიდი სიტყვის მარაგი აქვს, ვერ მოუგებ. უხერხულობას არღვევს ჩაისახლის მენეჯერის, ნატალია ზარი. ღმერთო როგორ სულ მეხმარება ნატალია. ახლაც რა დროული იყო მისი დარეკვა. ახლავე გადმოდი ჩაისახში ტელეკომპანია რიონის დილის პროგრამაა მოსულიო. შენი ჩაწერა უნდათო. რუბრიკა აქვთ ჩაისახთან ერთად, საუბრები ჩაიზე. თუმცა რომ გადავედი ყავა დამალევინა. ნატალიას ჩემი არ იყოს ბევრი საქმე აქვს, თუმცა ჩემთვის სულ რჩება დრო. ამბობს რომ ჩემი საუბარი მას ეხმარება. სინამდვილეში ის მეხმარება. ის ყველას ეხმარება, ძალიან კეთილია. ჩაწერა მალე სრულდება. ისევ სამსახურში გავრბივარ. საღამოს ისრაელის ელჩს უნდა შევხვდე. თავად ისურვა ჩემთან შეხვედრა. მადლობა უნდა მითხრას. ქუთაისში 8 ივნისს ისრაელის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ჩამოდის. ალექსანდრე კორსანტიას ჩამოყავს. საშამ ამ კონცერტის ორგანიზება ჯერ კიდევ 2 თვის წინ ამერიკიდან მთხოვა. ეს ამბავი აუწყეს ებრაელ დიპლომატს. ისიც დიპლომატიურად იქცევა. დღეს ფაქტ-ჩეკიდან დამირეკეს. კორპორაციული ივენთია. უკვე მეორედ ვერ მივდივარ ასეთ კეიფზე. აშკარად ვაწყენიე ამ ნიჭიერ ხალხს. 6 ივნისი, პარასკევი. სესტაფონის სფეროში ერთი მუშაა გარდაცვლილი. ვანში ახალგაზრდა ბიჭი ნაღზი აფეთქდა. ზუსტად არ ვიცი რა ხდება, ეგრევე ვრეკავ ჩემს სააგენტოში. ინტერპრეს ნიუსიც პირველივე ავრცელებს ამ ინფორმაციას. შემდეგ დეტალებს ვაზუსტებ და უფრო ვრცლად რადიო პალიტრას ვერთვები. საღამოს ოპერაში მივდივარ. მაესტრო გოგი ჭიჭინაძე კავალოს ჯამბაზებს დირიჟორობს. სპექტაკლს ბოლომდე ვერ ვესწრები, რადგან ქეთი ბერძენიშვილი მირეკავს და დაუყოვნებლივ მთხოვს შეხვედრას. ჩაისახში ხვდებით ერთმანეთს. ამჯერად ღვინო მოვწრუპეთ. ნუ რა ჩამოსული ვარ ჩაისახში, ყველაფერი დავლიე ჩაის გარდა. ქეთი რადიო ძველი ქალაქისათვის დავალებებს მაძლევს. გადაცემა გვაქვს ჩასაწერი. მანამდე კი მახსენებს, დღიურებს ხომწერ. მართხილებს რომ კარგი უნდა გამოვიდეს, ყველას უნდა ვაჯობო. შემდეგ ეკატოგონიძის წიგნის პრეზენტაციას ვესწრებით. რა კარგი გოგონა ყოფილა. არ ვიცოდი ასეთ უწერდა. 7 ივნისი, შაბათი. თბილისი მერიოტში იმ კვირაში პროექტის პრეზენტაცია მაქვს. პროექტის მენეჯერი ქალბატონი ბელა მირეკავს და მთხოვს, უბრალოდ მოითხოვს, სასწრაფოდ გავაგზავნო PowerPoint-ი. ამ დროს ისრაელის კამერატაზე მოსაწვევების გამო მაწიოკებს მთელი ქუთაისი. დღეს 5 საათზე ტრენინგიც მაქვს ჩასატარებელი. ახალციხელი ბავშვები ყავთ ჩამოყვანილი. ჩემთან შეხვედრა თავად უსურვებიათ. პარალელურად დღეს ნანუკა შოუს ახალი ანონსიც წავიდა რუსთავიორზე. თავრუდამხვევი პოპულარობის მოლოდინში ვარ. საღამოს ქეთი ბერძენიშვილის დავალებებიც უნდა შევასრულო. შაბათი უძახე, შენ აშკარად მძიმე დღე მაქვს. ზე კიდევ ჩემი მეგობრის თემურის სასამართლოა. აშკარად თემურზე მეტად განვიცდი ამ ამბავს. მართლა უდანაშაულოა. პროკურატურასაც არ ეპარება ეჭვი მის პატიოსნებაში. უბრალოდ ვიღაცაზე უნდათ გასვლა ალბათ. ჩვენ კი დავტანჯეს. ერთი წელია მართლა სისულელეს ედავებიან. კულტურის სამსახურის უფროსი რომ იყო იმ პერიოდის საქმეა. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება.
ახლა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გავდივარ. ოჯახში ძალადობაზეა დისკუსია. ფასილიტატორი ვარ. წმინდა ნინოს ქუჩით პუშკინზე ჩავდივარ. სულიერად ავადყოფი გოგონა შეძახილმა შემაჩერა. ბებია მალე მოვა? დავიბენით ან მეჩქარება, თან პასუხი მინდა მქონდეს. ამ მომენტში გოგონა გულწრფელია, მას მართლა აინტერესებს, სად არის მისი ბებია. საკუთარი ავადყოფობის გამო მან არ იცის, რომ პირადი განცდების ხმამაღლა თქმა და მით უმეტეს მიმართვა უცხო ადამიანებისათვის არ შეიძლება. კარგტონად არ ითვლება. მე მგონია სულიერი ავადყოფობის ერთ-ერთი კლინიკური ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ადამიანმა არ იცის ჩვეულებრივი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი თამაშის წესები. იგი არანორმალურად გულწრფელია. საღამოს ბალახმაში ჩავდივარ. ჩემს მეგობარ ოჯახში, ირინი ასანთიანთან. ირინი ახლა თბილისშია, მაგრამ ენდი დამხვდება, მსახიობი ენდი ძიძავა, ჩვენი ანა კარენინა. ცოტას ვიკამათებთ ქართულ თეატრზე, ცოტას ყავას დავლევთ, ბევრ სიგარეტს მოვწევთ და ასე დაგვათენდება. მე ისევ უნდა ვიმუშაო. ყოველთვის ვამბობდი, მე სულ მუშაობ გარდა ახალი წლის, შოუების აღდგომისა და ჩემი დაბადების დღისა. სინამდვილეში ვტყუოდი, ამ დღეებშიც მუშაობ. უბრალოდ მინდოდა ყველა შრომის მოყვარე ვგონებოდი და არა შრომისაგან გამოთაყვანებული. ეს გახლავთ დავით ლიკლიკაძე, ქუთაისში მოღვაწე ჟურნალისტი და